ახალგაზრდული ფესტივალი ახმეტაში ღონისძიება ბიზინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა. მოეწყო სახელოვნებო სკოლის ნამუშევრების გამოფენა, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ტურნირი მკლავჭიდში. შეჯიბრში გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ. ღონისძიების მიმდინარეობისას მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი ახალგაზრდები დააჯილდოვეს, დასასრულს გაიმართა კონცერტი. უკვე რამოდენიმე წელია ყოველწლიურად 1 სექტემბერს ამ ფესტივალს მართავთ, რომელშიც არიან სრულად ჩართულები ახალგაზრდები, ჩვენი მერის მრჩეველი ახალგაზრდული საბჭო, ასევე სხვადასხვა აქტივისტები, რომელიც წლის განმავლობაში იღებენ ხოლმე მონაწილეობას სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში ხოლმე და ეხმარებიან გაჭირვებულებს და გვერდში უდგანან სხვადასხვა საჭიროებებში. ამასთან ერთად არის ასევე ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ემსახურება ეს ფესტივალი, იმართება სხვადასხვა სპორტულ სახეობაში. მესამე წელია ახმეტის მუნიციპალიტეტში ტრადიციად იქცა ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარება. გაიმართა ინტელექტუალური თამაშების სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრი მკლავჭიდში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ახმეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით ტარდება უკვე მესამე წელია ახალგაზრდული ფესტივალი. ვცდილობთ, რომ დავაინტერესოთ ახალგაზრდების შესაბამისად გვაქვს ყოველ წელს მრავალფეროვანი აქტივობები და ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებისთვის გქონდეს ყოველ წელს ახალი და საინტერესო თამაშები, სხვადასხვა სპორტული, გასართობი და ინტელექტუალური.